აქ მსოფლიოს უდიდესი მარჯნის რიფებია. აქ იკვეთება უნიკალური ძალის მქონე დინებები. ეკვატორის მზე ოკეანის დინებებს ენერგიით ავსებს ათასობით კუნძულთან ერთად, რომლებიც აზიასა და ავსტრალიას შორის მიმოფანტულან. ეს დინებები სხვადასხვა მიმართულებით მიდის. მათი კვეთის წერტილში კი რაჯა ამპატის მდიდარი რიფები მდებარეობს. ეს ყოველივე კი ამით იწყება. მარჯნის პოლიპებით. მარჯნის რიფები ფაქტობრივად ამ პატარა არსებებისგან შემდგარი კოლონიებია. პოლიპებს გამჭვირვალე სხეული აქვთ. მუქლაქებს იმ პაწაწინა წყალმცენარეების წყალობით ითვისებენ, რომლებიც მათთან თანაცხოვრობენ. დღის განმავლობაში ეს წყალმცენარეები მზის სინათლეს შთანთქავენ და ჟანგბადად და პოლიპებისთვის აუცილებელ სხვა საკვებ ნივთიერებად გარდაქმნიან. სანაცვლოდ კი ნახშირორჟანგსა და ამონიუმს იღებენ. ასეთი ურთიერთდამოკიდებულება ამ რიფებზე არსებულ ყველა ცოცხალ ორგანიზმს შორის არსებობს. ამ მრავალფეროვან მარჯნებს შორის 4000-ზე მეტი თევზის სახეობა ბინადრობს. თვით ოკეანის ცხოველთა ოჯახებს შორისაც არსებობს უამრავი სხვადასხვა ფორმის, ფერის თუ ნიშის ჯიში. ეს რიფები ოკეანის ამაზონია. ჭამის მოყვარული მწვანე კუებისთვის ნამდვილი ღია სასადილო. დიდი კოსმოპოლიტური ქალაქის მსგავსად ეს წყლები შორიდან ჩამოსახლებულ ორგანიზმებს საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. ახლად ჩამოსული ორგანიზმები უკვე გადატვირთულ რიფებზე სახლდებიან. მათ შორის გახლავთ პლანეტის ყველაზე დიდი თევზი. ვეშაპისებრი ზვიგენი. ის სიგრძით თითქმის 10 მეტრია. 20 ტონაზე მეტ სიწონის, სიდიდით კი სკოლის ავტობუსს აღემატება. კოლოსალური სხეულის შესანარჩუნებლად უზარმაზარი რაოდენობის საკვებს საჭიროებს. პატარა თევზებს არაფერი აქვთ სანერვიულო. ამ ნაზი გიგანტებისთვის რაოდენობა ხარისხზე მნიშვნელოვანია. ისინი კი მიკროსკოპული არსებები არიან. ამ გიგანტურმა თევზმა უსაზღვრო რაოდენობის ზოოპლანქტონი თუ ფიტოპლანქტონი უნდა შესანსლოს, რომ შიმშილი დაიკმაყოფილოს. ისინი ლაყუჩებით ფილტრავენ პაწაწინა ნამცეცებს და წყლის შედინებას აფერხებენ. თუმცა ერთმანეთს მუდმივად ეჯიბრებიან. მაგრამ კონკურენტი მას აცხავს. სკაროსი მანტა, იგივე ზღვის ეშმაკი, ლაღად დანავარდობს პლანქტონით მდიდარ რიფებში. ეს თევზები დიამეტრით 5 მეტრს აღწევენ, ხოლო წონით 1300 კილოგრამს. ნამდვილად მასიურები არიან. მათთვის მარჯნის რიფების საკვები განსაკუთრებით მიმზიდველია. ეს სკაროსების პარაზიტებისაგან განწმენდის ადგილია. როდესაც გიგანტური სკაროსები რიფის განაპირა ადგილებს სტუმრობენ, პატარა სქელტუჩა თევზები პირდაპირ მათკენ მიეშურებიან. სკაროსები აქ ტყუილად არ მოსულან. პარაზიტებისაგან გათავისუფლებას სურთ.
ვეშაპისებრი ზვიგენები და სკაროსები აქ ერთადერთი გიგანტები არ არიან. ეს უცნაური 3 მეტრიანი ტიტანი ქორჭილაა. ის ღრმა წყლის ბინადარია. მაგრამ სკაროსების მსგავსად ხშირად პარაზიტებისგან იტანჯება. რიფის სისუფთავის სანიტრები სწრაფად მოდიან. სხივფარფლიან თევზებს ბასრი ჯაგარი და წვეტიანი ცხვირი აქვთ, რაც გაწმენდაში ეხმარებათ. ძალიან მალე ქორჭილა უკვე სუფთაა. თბილი ტროპიკული წყლები საუკეთესოა ქორჭილასა და ვეშაპისებრი ზვიგენის მაგვარი გიგანტებისთვის. ისინი ეკვატორის ცივ წყლებს ვერ იტანენ, რადგან ცივსისხლიანები არიან და მათი სხეული დამოუკიდებლად ვერ თბება. ტროპიკებშიც კი ვეშაპისებრ ზვიგენებს ღრმად ყვინთვა უწევთ საკვების მოსაპოვებლად. აქ ტემპერატურა დაბალია და ზედაპირისკენ სასწრაფოდ უნდა გაცუროს, რადგან იქ თბილა. ეს გიგანტი თევზები აქ მუდმივად არ ცხოვრობენ. მათ მოგზაურობა ხიბლავთ. მაგრამ გამოცდილება კარნახობთ, რომ მალე რაღაც ცვლილება მოხდება. რაჯა ამპატის კუნძულებზე მზე ჩადის, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ღამე არ გახლავთ. წყლის ტემპერატურა შესანიშნავია, თვარეც სავსეა. ამაღამ რაჯა ამპატი სიცოცხლის ყველაზე გასაოცარი გამოვლინების მოწმე გახდება, რაც კი ოდესმე ყოფილა ჩვენს პლანეტაზე.